ანუ ეს არის ტექსტი და მეტი არაფერი. ეს არ არის რაღაცა მასობრივი სანახაობა. თავარია ის თემა რაღაც შინაარსსაც ატარებდეს. ხდება სოციუმის კრიტიკა. ანუ განსაკუთრებულად სასწავლო არის ბანკის ერთ-ერთი რეკლამა, რომელიც საახალწლოდ დაგვიდეს. საახალწლოდ გვისურვეს ეგეთი სიმღერით მრავალ ახალ სესხს. ანუ ხო ხტები, ანუ სესხს გისურვებენ, დაგროვებით თანაბარს არ გისურვებენ. Stand-up comedy კომედიის ერთ-ერთი ჟანრია, სადაც კომიკოსი ცოცხალი აუდიტორიის წინაშე მონოლოგით წარსდგება და პირდაპირ კავშირს ამყარებს მაყურებელთან. მსგავსი ტიპის შოუს ელემენტებს მე-18-19 საუკუნიდან ხვდებით. Louis C.K., George Carlin, Eddie Murphy stand-up კომედიის ყველაზე ცნობილ შემსრულებელთა შორის არიან. Have me in the bed going, hey baby, can you tell me some more jokes, please? Gotta be a good cook. რაც უფრო מחვილგონივრული მიგნებები ექნება კომედიანს, მით უფრო დასაფასებელია. ანუ ეს არის ტექსტი და მეტი არაფერი. ეს არ არის რაღაცა მასობრივი სანახაობა, ეს არ არის რაღაცა გაფორმება მისი სცენის და ასე შემდეგ, რომ რაღაცა ვიზუალური დატვირთვა კონდეს ამ სანახაობას, ეს არის უბრალოდ აი ადამიანის მიერ მოყოლილი ამბები მაყურებლისთვის. I'm a godmother. Stand-up comedy ტელეინდუსტრიის ერთ-ერთი საინტერესო სფეროა, რამდენადაც ბევრმა ცნობილმა თოქ-შოუს წამყვანმა კარიერა სწორედ აქედან დაიწყო. საქართველოში კომედიის ეს ჟანრი ნაკლებად ცნობილია. ღამის შოუ სტუდიის გენერალური მენეჯერი ამას ქართველი მაყურებლის პრეტენზიულობითა და სიზარმაც იხსნის. გიწევს გამრავალფეროვნება რაღაცეებით, იმიტომ რომ მარტო ტექსტისთვის საათნახევარი არ ამგონია, რომ ეხლა მაგალითად რაღაცა დარბაზის მოლოდინი გამართლდეს თუ stand-up კომედიანტი საათნახევარი პროგრამას გააკეთებს, სადაც იქნება მხოლოდ ტექსტი. ელენე ქასრაძე ერთადერთი სტენდაფერი გოგოა საქართველოში. კომედიის ამ ჟანრით 5 წლის წინ დაინტერესდა. ეს რასოა? კიდე? სტენდაპს აქტიურად 2 წელია აკეთებს. მისი მუშაობის სპეციფიკა კლასიკური სტენდაპისაგან განსხვავდება. იმპროვიზაციაა ხოლმე სტენდაპებზე და წესით იმპროვიზაციაც აკრძალულია, იმპროვიზაციაც დაგეგმილი უნდა იყოს. და აი ჩემ შემთხვევაში სხვანაირად გამოდის ხოლმე. ყოფილა რომ ჩავარდნილა და ყოფილა რომ 3 მაგათ, 4 მაგათ და 100 მაგათ უფრო კარგი გამოსულა ის იმპროვიზაცია და მიღირს ხოლმე თითქოს სტილივით არის უკვე რა. კიდე ელენის ხუმრობების ძირითადი თემა ოჯახი, მეგობრები და მათი ისტორიებია. ელენი ამბობს, რომ კარგი სტენდაფერის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი საკუთარ თავზე ხუმრობის უნარია. რაღაცა ესეთი კაწონა ფისუნა, რაღაცა ესეთი გოგვები არიან და მე ვინ ვარ? ვირთხა. თავარია ის თემა რაღაც შინაარსსაც ატარებდეს. რაღაც ის თქმელი იყოს, ან გამტვირთველი იყოს უბრალოდ, მაგრამ კარგად ნათქვამი იყოს. გამომხნეველი არა, უბრალოდ ვიცით როგორი ხარ. ხო, ჯიგარი ხარ, ხო. დათო საბეკიესთვის სტენდაფის კეთება ერთგვარი ჰობია. თავდაჯერებულობა ისტორიის სწორად მოყოლა და სწორი თანმიმდევრობა მისთვის აუდიტორიის მოხიბლისა და წარმატებული სტენდაფის საუკეთესო საშუალებაა. ვცდილობ ხოლმე მაქსიმალურად რომ არ ვუყურო ბევრ stand-up კომედიანს. იმიტომ რომ გავლენა მარტო Louis C.K.-ის გავლენა იმდენად დიდი იყო და იმდენად ხშირად ვიჭერს საკუთარ თავს იმაზე, რომ რაღაცნაირად ვექტორი მაგარებული მისი იუმორის გზნობისკენ, მისი ტიპის იუმორის გზნობისკენ, ანუ George Carlin-დან მოყოლებული როგორც განვითარდა, რომ ვცდილობ რომ ანუ ძალიან ბევრიც არ ვნახო იმისთვის, რომ რაღაც ჩემი წილი ინდივიდუალიზმი შევინარჩუნო. განვითარებადი ქვეყანა კომიკოსებისთვის განსაკუთრებულად კარგი გარემოა, რადგან სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემები გაცილებით კარგად ჩარჩა. ყველას კარგი ტელევიზორი გაქვთ, აი ვინმეს არ გაქვთ, აი ძველი Gold Star-ის ტელევიზორი. ხდება სოციუმის კრიტიკა და სოციუმი აღიქვავს თავის პრობლემატიკას ამ კუთხით. და ბევრად უფრო მარტივი არის ასე მიაწოდო ადამიანს თავის პრობლემები, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეთოდით. იმიტომ რომ სიცილის დროს ადამიანი ბევრად უფრო გახსნილია.